ამ თუთებში უშიშროების საბჭოს მდივანი ბრიფინგს მართავს, კახალო მაიას განცხადებას პირდაპირ ეთერში ვთავთ. გამარჯობათ და გადაცნოთ მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში და შემდეგ სახელმწიფო მინისტრი ბატონი თემური იაკობაშვილი გაგაცნობთ გავითარება ზემო აფხაზეთში. ცხინვალის რეგიონში თქვენი ცით გუშინ ჩვენი შეერაღებული ძალების მიერ იქნა მოგერიებული რუსეთის რეგულარული არმიის შეტევები და პრაქტიკულად მთელი ცხინვალი იყო განთავისუფლებული რუსული ინტერვენციისგან. ეს ასეთი იყო მდგომარეობა მთელი დღის განმავლობაში გვიან ღამემდე. რუსეთის აგრესია და რუსეთის აგრესორებმა ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადეს. მათ დაკარგეს მხოლოდ გუშინდელი დღის ბრძოლებში 40 ერთეულამდე მძიმე ტექნიკა და ტანკები და ძალიან სერიოზული დანაკარგი აქვთ ცოცხალ ძალაში. ამ დროს გუშინ ანუ გასული მთელი ღამის განმავლობაში საომარი მოქმედებების ზონაში ვითარება დაიძაბა კიდევ უფრო მეტად. რუსეთმა გაზარდა თავის აგრესიის მასშტაბები და ამ მის მიერ გამოყენებულმა სამხედრო რესურსმა უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში როკის გვირაბის გავლით მათ შემოქონდათ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, ტანკები, მძიმე არტილერია და ტაქტიკური რაკეტა. მათ მოახდინეს ასევე ცოცხალი ძალის მობილიზაცია ჯავაში და მთელი ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ საჰაერო იერიშები მიჰქონდათ საქართველოს შეერაღებული ძალების პოზიციაზე. როგორც ჩვენი სამხედრო მეთაურები ამბობენ, რუსული ავიადარტყმების შედეგად ქალაქი ცხინვალი პრაქტიკულად აღგვილია მიწისაგან პირისა. ამ შეცვლილ სამხედრო პირობებში ჩვენმა შეერაღებულმა ძალებმა მოახდინეს გადაჯგუფება და ახალი საბრძოლო პოზიციები დაიკავეს ცხინვალის მისადგომებთან. ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთის სამხედრო წრეებთან და ასევე პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან იმისათვის, რომ გავაკეთოთ ჰუმანიტარული კორიდორი ცხინვალიდან და საერთოდ ცხინვალის რეგიონიდან, რათა იქ დარჩენილ მოსახლეობას, მშვიდობიან მოსახლეობას მიეცეს საშუალება გამოვიდეს, ვისაც უნდა გამოსულა ჩვენ მხარეს გამოვიდეს, ვისაც უნდა გასვლა ჩრდილოეთის მხარეს გავიდეს. ასევე ჩვენ არა ვართ ბარბაროსები და ვიცით რომ იქ არიან ძალიან ბევრი დაჭრილები და დახოცილები რუსეთის სამხედრო შეერაღებული ძალებიდან. ჩვენ მზად ვართ რომ მათ მიცეთ საშუალება გაიყვანონ თავიანთი დაჭრილების და თავიანთი მეომრების გვამებიც გაიტანონ. პირდაპირ ეთერში ვთავთ შოთა უტიაშვილის განცხადებას. გამოიწვია იმან რომ რუსეთის ფედერაციიდან სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში შემოვიდა დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა. ამ წუთისთვის ცხინვალში შესული არიან რუსული შეერაღებული ძალები. კოდორში განხორციელდა დაბომბვა გუშინაც და ღამის განმავლობაშიც ამ წუთისთვის იქაც სიმშვიდეა. ქართული შეერაღებული ძალები არიან საბრძოლო დატოვებაში და იცავენ ხელს. დღეს ქვეყნის
თვის ამ ურთულეს ჯამს, როდესაც ქართული სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, მე მინდა გადმოგცეთ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მოწოდება. ყველა ერთად გავერთიანდეთ, ყველგან სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებით გაუწიოთ წინააღმდეგობა, არ მივცეთ საქართველოს ოკუპაციის და 1921 წლის განმეორების საშუალება. მოგიწოდებთ ორგანიზებულობისკენ, სიმტკიცისკენ და წინააღმდეგობის გაწევისკენ ყველგან, სადაც ეს აუცილებელი იქნება მტრის შეიარაღებული ძალების შემოსვლის შემდეგ. უფალი იყოს ჩვენი მფარველი, გაუმარჯოს საქართველოს. დღევანდელი მონაცემებით და ახლა 12 საათისთვის უბრალოდ პირველის ნახევრისთვის ახლა არის 92 ადამიანი გარდაცვლილი. გუშინ როგორც ისეთ 45 სამხედრო და 40 სამოქალაქო ამ შემთხვევაში მატება გვაქვს სამწუხარო მატება სამოქალაქო მოსახლეობის მხრიდან 7 ადამიანით მეტი არის დაფიქსირებული გარდაცვლილი. ეს ბუნებრივია. ხვდებით ალბათ რომ არის შედეგი აბსოლუტურად ბარბაროსული არაადამიანური, არაჰუმანური ქმედებისა რუსული ავიაციის, რომელიც პირდაპირ მიზან მიმართულად უტევს საცხოვრებელ კორპუსებს, სამედიცინო ობიექტებს და სხვა. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მონაცემები სხვა ადგილებიდან, სადაც დღესდღეობით ხორციელდა ავიაციის შემოტევა, მაგრამ რაც გვაქვს სატელეფონო ინფორმაცია, არ არის დიდი რაოდენობა დაზარალებულების და იმედია, რომ ეს ძლიერი რაოდენობა დარჩება. საქართველოზე რუსული ავიაერიში გრძელდება ინტენსიური დაბომბვა. რუსულმა მოიერიშეებმა დღეს გამთენისას თბილისიდან განაახლეს. დედაქალაქში თბილ-ავიამშენის ტერიტორია დილის 6 საათისთვის დაიბომბა. ორი ჭური ჩამოყარეს ურთაშიც. რუსულ ავიაცია ზემო აფხაზეთის სოფლებსაც დაესხა თავს. ინტენსიური დაბომბები ბოლოს 3 დღის მანძილზე გრძელდება. გუშინ დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა გორი, ონის რაიონი, ქარელში რაიონში ჩავარდა ჭური, ქარელში სოფელი ვარიანი, სენაკი, ფოთი, ისევ და ისევ ზემო აფხაზეთი, ბოლნისი, მარნეული. ქართული ტერიტორიების დაბომბვა რუსებმა 8 რიცხვიდან დაიწყეს. რუსული მოიერიშეების ძირითადი სამიზნეების სტრატეგიული ობიექტების გარდა მშვიდობიანი მოსახლეობა. რუს პილოტებს კრემლისგან მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების ბრძანება აქვთ მიღებული. ჭურები ძირითადად მაღალსართულიან კორპუსებზე ცვიოდა. დიდი მადლობა მაია, ჩვენ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვას აკეთებს. პირდაპირ ეთერში გთავაზობთ მიმართვას. ჭირფასო, თალამე მამულენო. ჩვენ ქვეყანას უდგას გადამწყვეტი გამოცდის დღეები. თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის ძალიან ნიშნულოვანი და ძალიან მძიმე პერიოდი. პირველ რიგში მე მინდა სამძიმარი უთხრა ამ დღეებში ჩვენი ქვეყანაში ქვეყანაზე ბარბაროსული შეტევის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს. მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი მთელი გულით განვიცდი და ტირი ვარ ყველა თქვენთან ერთად ამ ძალიან დიდ დანაკარგს. მე მინდა მივესალმო ახლა საქართველოს სხვადასხვა მოედნებში შეკრებილი არის ათობით და ათობით ათასი ადამიანი. ეს სპონტანურად გააკეთეს აქცია, მე თვითონ შევიტყვი ამის შესახებ ნახევარ საათის წინ. და როგორც არასდროს ეს არის მშვიდობიანი და ორგანიზებული აქცია იმისათვის რომ ვანახოთ საქართველოს არის მშვიდობიანი ორგანიზებული ქვეყანა რომელსაც უნდა მშვიდობა და მეტი არაფერი გარდა მშვიდობისა. ჩვენ ყველა ვიცოდეთ რომ ასეთი გამოცდები წინ გველოდებოდა. იმიტომ რომ ჩვენ ამორჩიეთ სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების გზა, ნამდვილი სახელმწიფოებრიობის და ნამდვილი თავისუფლების. თქვენ იცით რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ თავიდან აგვეცილებია კონფრონტაცია ცხინვალის რეგიონში. ნამდვილად სად და მან არანაირი სურვილი არც მე და არც საქართველოს სახელმწიფოებს არ ქონდა თელი ეცლები კონფრონტაციის შესვლის. 2004 წელს ჩემი ინიციატივით გავიყვანე იქიდან მაშინ ძალები რო არ ყოფილიყო გაგრძელება მაშინდელი კონფრონტაციის. იმის შემდეგ ყველანაირად ვიკავებდით თავს. მაგრამ აღმოჩნდით იქ სადაც აღმოჩნდით, იმიტომ რომ ეს არ ეხება ცხინვალს, ეს ეხება საქართველოს. ცხინვალის რეგიონში ამ მომენტისთვის არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. დღის განმავლობაში იმ პოზიციებზე რომლებიც გადაჯგუფების შედეგად დაიკავეს თქვენ იცით დღეს დილით ადრე ჩვენმა საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში რუსულმა შეიარაღებულმა შენაერთებმა
ეს იერიშები იქნა მოგერიებული, თუმცა კი კარგად გვესმის, მიმდინარეობს მუდმივი გადაჯგუფებები ჩვენი სხვადასხვა შენაერთების, არტილერიის შენაერთების იმისათვის, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ ტრისთვის მოულოდნელად მივაყენოთ მაქსიმალური ზარალი და მინდა გითხრათ, რომ ეს ზარალი არის მართლა ძალიან დიდი. ჩვენი მონაცემებით თვითონაც კი ვერ მალავენ შეშფოთებას იმ ზარალის გამო, რომელიც მათ მიადგათ. მატერიალური ზარალი და ეს არის, რა თქმა უნდა, ცოცხალ ძალაში. დღეს რამდენჯერმე გაჩნდა კითხვა საზოგადოებაში, რომ როდესაც ჩვენი გარკვეული სამხედრო კოლონები მოძრაობდნენ თბილისისკენ, რომელიმე შენაერთის მოხსნა ხომ არ მოხდა? არა, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, საომარი, როდესაც საომარი ნაწილებიდან ზოგიერთი შენაერთი იხსნება, მის მაგივრად დასვენებული შენაერთები შედიან, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, ასე რომ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დღეების განმავლობასაც უწევს ამ დღეების განმავლობაში, მათი ნახვა სწორედ უჩნდებოდათ ეს კითხვები და პასუხი უნდა გაეცეს.